სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომლებიც ჩაწერილი იქნა 1985 წლის 5 ოქტომბერს. ჩვენ მალე დავამთავრებთ 33 ნაწილის A განყოფილებას და გადავალთ B-ზე. შემდეგი კითხვა ძალიან ისეთი არის, რაღაცა შეიძლება ადამიანები რომ არასწორად სვავენ, მოდი ვთქვათ და არასწორი მიმართულებით მდის მათი სოფხედელობა და აზროვნება. მე გამაოცა იმან, რომ კიდე ერთხელ დავწმუნდი, აი მაგალითად, როდესაც თქვენ რაღაცა ფიქრები წავიდა, ხო? და სატანამ წაიყვანა თქვენი ფიქრები არასწორი მიმართულებით. და როდესაც ხვდებით ადამიანი, რომელიც სწორად აზროვნებს, ხო? და როდესაც მასში ჩაერთვებით ამ დიალოგში, უკვე იწყება თქვენი გასწორება და გამთლიანება. აი დაბნევას იწვევს, როცა ადამიანები ახლა ეს პიროვნებაც წიგნი წაიკითხა და ტვინი აერია ამას, გესმით? და ასეა ჩვენ, როცა ადამიანები ან რაღაცა ვიდეოს გვანახებენ ან რაღაცას და სხვანაირად გვიბიძგებს სატანა სხვა მიმართულებით. როცა მთავარი ამ მუხლში და ამ ადგილზე, ხო, სხვა რამე არის, როგორც ამას წინაზე იყო გარჩევა ერთ-ერთი კითხვის, ხო, ბიბლიიდან, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ როგორ ვსვავთ კითხვებს. თუ სწორი კითხვები და თქვენი გულწრფელი არ იქნება კითხვები, არასწორი იქნება თქვენი აზროვნებაც და მსვლელობაც. და ამიტომ ძალიან კარგია პიროვნება, რომელიც ისე იმას გიზავს, რაღაცა იმას რო შეიმასიზავ, ხო იცი, საქონელი რომ მიდის და გზიდან რო გადაუხვევ და ისე გაასწორებინე ბილიგზე რო წაიყვან. მე მიტარებია ხშირად ესე სახედარიც, ცხენიც და ეს ემოზდის ხოლმე. აგიდე თუნდაც სხვა საქონელით შეიძლება, ხო? ესეა ჩვენი აზროვნებაც. თუ არ მიმართეთ ეს და ამაში შეიძლება თუ ჩვენ თავი ვერ გვეხმარება, მაშინ სხვა დაგვეხმარება ამაში. რაღაც ესეთი განცდამა და მეუფლა ამ კითხვაზე ჯონ მაკარტურმა ადრეც გაცა პასუხი თავის ქადაგებებში, ვინც ისმენს ამას და ვინც მისდევს ჩვენ ჩანაწერებს, გაახსენდება ეს კიდევ, მაგრამ ჩვენთვისაც არ იქნება უპრიანი რომ და ცუდი რომ გავიმეოროთ, ხო? სახელს არ გვისახელებს ეს პიროვნება, გამარჯობა პასტორ ჯონ, ესე იგი იცნობს მას ჯონი და ჩემი შეკითხვა ალბათ დაეხმარება ძალიან ბევრს ჩვენ საკრებულოშიც. ესეც რაღაც პრეტენზიული განცხადება. მე ვკითხულობდი წინსახელად ქრისტეს სიკვდილი და დამებადა ეს კითხვა და ჯონი აჩერებს, ეხლა ერთი წუთით თქვენ კითხულობდი ქრისტე მოკვდა ჯიმ ბიშოპის წინგს? არა, სიკვდილი ქრისტე მოკვდება სიკვდილით. თქვენ იცით ეს Death of Christ died. დიახ, მაგრამ ეს არ არის ჯიმ ბიშოპის, რომელსაც თქვენ ასახელებთ. და აგრძელებს, სხვათა შორის მე დავასათაურო ეს სათაურად, რომ უფრო თქვენ გაგიადულეთ ამ პიროვნების კითხვის მოსმენა, ესე გავაკეთე ფორმულირება. თუ ქრისტეს არ შეეძლო ცოდვის ჩადენა, სატანის მიერ მისი ცდუნება რამდენად ლეგიტიმურია? და ამ კითხვას სხვამენ სხვათა შორის ბევრი და ამაზე კითხვაც გაისა. ჯონ მაკარტური აგრძელებს. დიახ, თუ ეს წიგნი არ არის, იგი სხვა წიგნი არის. ყოველ შემთხვევაში, აგრძელებს კითხვის დამცველი, მე ვკითხულობდი იმ ნაწილს, რომელიც ეხება ქრისტეს უცოდვილობას, რომ ქრისტეს არ შეუძლია რომ შესწოდოს. და ჯონ მაკარტური ვისწორებს, დიახ, ქართულში არის უცოდვილობას უზადობაც ქვია, უნაკლობას რა. კაი სიტყვა არის უზადოთ, ხო იცი, უზადოთ, ესეც მოვიძიე მე ის სიტყვა, რომელიც იყო გამოყენებული აქ ამასთან. და ხანდახან როცა უყურებ და როცა ვისმენ თქვენ საუბარს ჯონ მაკარტური ეუბნება, თუ შეიძლება რომ პირი თქვენ მიკროფონთან პირდაპირ მიიტანოთ, იმიტომ რომ ვერ ხვდები და ვერ ვასხვავებ თქვენ სიტყვებს. მაპატიეთ, უბრალოდ ეს შეიძლება ჩემი ბრალი იყოს, მე ვერ გავარკვიე თქვენ რა საუბრობთ. და კითხვის დამცველი აგრძელებს. დიახ, ვიღაცა მეუნებოდა ერთი პიროვნება, რომ ქრისტემ ვიცით რომ არ შეუცოდიაო. და ამ წიგნს როცა ვკითხულობდი, იქ იყო ესეთი ნაწილი მოცემული, რომ შეეძლო თუ არა ქრისტეს შეეცოდა და შეიძლება თუ არა ქრისტეს ეს ცდუნება იყოს კანონიერი, თუ მას არ ქონდა უნარი ცოდვის ჩადენისო. და თუ თქვენ ამას ვიტყვით ქრისტეზე, ესე იგი ნიშნავს, რომ ქრისტეს თქვენ რაღაცით ძარცვავთო. თქვენ ძარცვავთ, იმიტომ რომ ქრისტეს თლიანად ყველანაირად არ შეეძლო ამ განცდის, ამ ცოდვის თავის თავზე გადატანაო. ამიტომ ისინი ათავსებენ ქრისტეს რაღაცა გარკვეულ ყუთში
რომელ ქრისტესაც, რომელ ღმერთსაც არ შეეძლო შეეცოდაო. და ის ნამდვილად ვერ გაიგებდა იმ ცოდვებს, რომლებსაც ჩვენ გავდივართო. და რაღაცა ესეთი მსგავსი. ცოტათი პიროვნება ცოტათი არეული ლაპარაკობს, ინგლისურშიც ესე იყო და მეც შევეცადე რომ ესე დამეტოვა როგორც იყო. ჯონ მაკარტური პასუხობს და უფრო ასწორებს ახლა იმას, რაც რისი თქმასაც ის პიროვნება აპირებს. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ამას დიდი აზრი არ აქვს. არავითარი მნიშვნელობა ამას არ აქვს, რადგან ფაქტია, რომ ქრისტეს არ შეუცოდოს. ასე რომ იმის გაგების მცდელობა თუ რამდენად შეეძლო ქრისტეს გაეგო ჩვენთვის ცოდვის ჩადენაში სრულიად ფუჭია. ყველაზე მთავარი ფაქტი ჩვენთვის ნათელია და რაც უნდა ჩვენ ვიცოდეთ, ეს არის რომ მას ცოდვა არ ჩაუდენია. და ეთანხმება კითხვის დამსველი, დიახ, მართალია. მე რა აზრი აქვს ყოველივე ამის ქექვას? და კითხვის დამსველი ცოტა ალბათია იბნება და ჯონ მაკარტური აგზელებს. ეს სადაო საკითხია. მაგრამ ის, რაზეც თქვენ ფიქრობთ, მე ვიცი ეს და ხალხი ხშირად სვავს ხოლმე ამ კითხვებს და ისინი ამბობენ. კარგით, ჩვენ უნდა დავიჯეროთ, რომ ქრისტეს შეუძლია ცოდვის ჩადენა? აი ესე სვამი კითხვას. შეეძლო ქრისტეს ცოდვის ჩადენა თუ არა? მე ვამბობ, რა თქმა უნდა, მას არ შეეძლო ცოდვის ჩადენა, იმიტომ რომ ის უნაკლო იყო, უზადო იყო. ის არა მარტო უცოდველი იყო, მას არ შეეძლო ცოდვა ჩაედინა, იმიტომ რომ ღმერთია ყოვლად წმინდა. და ებრაელების წერილში მეოთხე თავში ჩვენ გვაქვს ეს მე-15 მუხლში, ვინაიდან ისეთი მღვდელმთავარი როდი ყავს, რომ ვერ შეძლოს თანაგრძნობა ჩვენს უზრუნველობაში, ის ჩვენსავით გამოცდილია ყველაფერში, გარდა ცოდვისა. ანუ მან არ შეცოდა, იმიტომ რომ მას არ შეეძლო ცოდვა ჩაედინა. და ეს სასაცილო კითხვა რჩება. ფაქტია, რომ მას არ შეუცოდოს. მაშ რა არის არგუმენტი იმის შესახებ და რა საჭიროა შეეძლო თუ არა, მას ჰქონდა თუ არა უნარი? ასე რომ როგორ შეიძლება ვინმე თქვას ეს, რომ მას შეეძლო ცოდვის ჩადენაო. და კითხვის დამსველი მაინც არ ნებდება და აგრძელებს. თავისი ადამიანური ბუნებით მას შეეცოდა? და ჯონ მაკარტური ისევ არიბნება ქურდული მიწოლ-მოწოლით და ქურდული იმაშიც არიჭრება ამ ლოგიკაში და აგრძელებს. თქვენ არ შეგიძლიათ ამის გაგება. თუ რას გააკეთებდა მისი ადამიანური ბუნება. იმიტომ რომ რაც მას არ გაუკეთებია, როგორ შეიძლება რომ მაინც ქექო და იკვლიო. და ეთანხმება, დიახ, მართალია ჯონ. აბა მოდი თქვათ ახლა ესე შევხედოთ ადამიანურად. აი თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რას აკეთებს ჩემი ან თქვენი ადამიანობა? რასაც მე ან თქვენ არ აკეთებთ? ნახეთ, ეს განუყოფელია, ხო? არაფერს. თუ შენმა ადამიანობამ რამე გააკეთა, ეს ნიშნავს, რომ შენ გააკეთე და მე გავაკეთე. ანუ ჩვენა ვართ ერთი ამასთან გამთლიანებული. ხო მართალია? დიახ, მართალია. ასე რომ არა აქვს აზრი. კითხვა, რომელსაც ადამიანი ყოველთვის ებრძვიან, არის ის, რომ თუ მას არ შეეძლო, შეეცოდა, მაშინ როგორ შეიძლება იყოს მისი ცოდნება კანონიერი და ლეგიტიმურიო? აი ეს ნამდვილად საკითხია და ამაზე პასუხი ძალიან მარტივია. მე კითხვას გისვავთ, თქვენ ოდესმე ცდუნებაში ჩავარდნილ ხართ და არ შეგიცოდათ მერე? აი ოდესმე ქონიათ ცდუნება და არ დანებებულ ხართ მას? თქვით რომ დიახ. და პასუხის კითხვის დამსველი, დიახ, რა თქმა უნდა, დიახ. ხედავთ, ეხლა მე არ ვცდილობ, რომ თქვენ ადგილზე მე ჩემ თავის დაყენებას. მაგრამ იგივე შეგიძლიათ მეც გკითხოთ. მე ჯონ მაკარტური ოდესმე ცდუნებულ ვარ და არ შემიცოდევია? რა თქმა უნდა. ზოგჯერ პირიქით მე გამოვცდილ ვარ, ჩავარდნილ ცდუნებაში და შემიცოდია. მაგრამ ბევრჯერ ყოფილა, როცა ცდუნებულ ვარ და არ შემიცოდია. არ ჩამიდენია ცოდვა. ახლა მე კითხვას ავსვავ. ეს თქვენი ან ჩემი ცდუნება, როდესაც ჩვენ არ ჩავიდინეთ ცოდვა, არალეგიტიმური იყო? არ იყო ცდუნება? იმიტომ რომ მე არ შევცოდე? რა თქმა უნდა არა. და ზოგჯერ ეს ცდუნება ძალიან ძლიერიც იყო. ფაქტობრივად თუ მე შემიძლია ოდნავ ეს გავაფართო და გავშალო ეს აზრი. ნახეთ, ქრისტეს მდგომარეობაში რა ხდება, რომელსაც არ შეუცოდავს. მაგრამ ჩვენგან განსხვავებით მას უნდა ცოდნოდა ცდუნების მაქსიმალური ზღვარი. რადგან ცდუნების გარკვეულ მომენტში, როდესაც ჩვენ დავნებდებით, ცდუნება სრულდება, ან სატანა გშორდება, როცა ვეტყვით უარს. რადგან მან მიაღწია უკვე თავის მიზანს, მაგრამ მათში, ვინც არასოდეს ნებდება, ცდუნება სიტყვასიტყვით ყოველ ჯერზე ილტვის
უკიდურეს ზღვარამდე. უბრალოდ წარმოიდგინეთ, როდესაც თქვენი ოფლი სისხლის წვეთებით იღვრება. გსმენიათ ასეთი ძლიერი ცდუნება, რომ თქვენი ცრემლები, ძლიერი ტირილი, სისხლის დიდი წვეთები ოფლიანობის სტრესულ მდგომარეობაში, ცდუნების აგონიაში სისხლად იღვრება. ეხლა ამას ებრაელების წერილი ანაოს, მაგრამ გახსოვთ, ეს ლუკას სახარებაში წერია 22 თავში და ის გვიყვება ამას 54 მუხლში. ამ ტანჯვაში მყოფი უფრო გულმოდგინედ ლოცულობდა, მისი ოფლი სისხლის წვეთებივით გახდა და მიწას ებკურებოდა. ნახეთ, ჩვენ ცდუნებულ ვართ ისე ზღვრამდე, რომ ჩვენი ოფლი სისხლით მოდიოდეს? ჩვენ ამაზე უფრო ადრე ვნებდებით ამ ცდუნებას. ასე რომ იმის თქმა, რომ ქრისტეს თითქოს და არ შეეძლო ეს ცოდვის განცდა და ცდუნების მთლიანად სიღრმე, იმიტომ რომ მას არ ჩაუდენია ცოდნა, ხედავთ, ეს უბრალოდ ჭეშმარიტების საპირისპირო და ცდარია. თუ თითქოს და მან ვერ განიცდა ცდუნების მთელი ძალა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აცნობიერით იმ ფაქტს, თუ არსებობდა ერთადერთი არსება მთელ სამყაროში, პიროვნება ერთადერთი, რომლის ცდუნებად სატანას უნდოდა რომ ცოდვა ჩაედინა, ეს აუცილებლად იესო ქრისტე იყო. ეხლა ჩვენთან სატანა შეიძლება რომ ცოტა ხანი იბრძოლოს და თუ არ დავთმობთ, ეს ცუდნება გარეგანია, ის წავა და დაგშორდება. მაგრამ ქრისტეს შემთხვევაში არ შეიძლება ხომ შინაგანი ცდუნება იყოს, შიგნიდან არ შეცდება იესო. ამიტომ ყოველთვის ეს გარეგანი იყო. ამას სატანა აკეთებდა. და წარმოიდგინეთ, სატანა გაჩერდებოდა და დაანებებდა მას თავს. არამედ ის დაუსრულებულად ალყაში მოაქცევდა და არ მოშორდებოდა იესოს ამ აუღებელ ციხესიმაგრეს. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ის ფაქტი, რომ ქრისტემ არ შეცოდა, არ არის მხოლოდ იმის განცხადება, რომ მას არ შეეძლო შეცოდვა. არამედ ეს არის განცხადება, რომ მან გაუძლო მთელ ამ ცდუნებას აბსოლუტურ მის ზღვარამდე, მაქსიმალურად. გასაგებია? დიახ, მადლობ ჯონ, გასაგებია.